საქმეში პოლონეთის ჯარი ჩაერია და 57 კაცი დაიღუპა. 4 თვის შემდეგ, როდესაც უნგრეთში რევოლუცია მიფეთქა, მის წინარიგებში სწორედ მუშები იდგნენ. აჯანყებულებმა დემოკრატია, ქვეყნიდან საბჭოთა ჯარის გასვლა და ქარხნებში მუშათა საბჭოებისთვის ძალაუფლების გადაცემა მოითხოვეს. საბჭოთა ჯარმა ამბოხება სასტიკად ჩაახშო და 3000 ადამიანი იმსხვერპლა. უკანასკნელად სწორედ აქ ნახა საზოგადოებამ ევროპელი მუშები, რომლებიც თავიანთ უფლებებს იარაღით იცავდნენ. მაშინ, როცა აღმოსავლეთში ტანკებს აგზავნიდნენ, დასავლეთში მუშებს მატერიალური საშუალებებით იმორჩილებდნენ. იქ ცხოვრების დონის ზრდა მუშებს უამრავი რამის შენების საშუალებას აძლევდა. სამუშაო. ეს ის პერიოდი იყო, როცა მუშებს საშუალება ჰქონდათ თავიანთ სახლებში ბროლის მძივებიანი ჭაღები დაეკიდათ. რაც ჩვენ ბურჟუაზიას ძალიან ცუდი გემოვნების ნიშნად მიგვაჩნდა. იმ ეპოქის ბურჟუაზიის შთაგონების წყარო შვედური სტილი იყო, თავისი მკაფიო ხაზებით და სიხალვათით. მუშათა სახლები კი გადატვირთული იყო სამშვენისებით და ავეჯით. რატო? იმიტომ რომ მუშა გვეუბნებოდა, მე გავიზარდე სახლში, რომელშიც ერთადერთი კედელზე მიმაგრებული ნათურა იყო ისე, როგორც საქონლის სადგომშიო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნივთების სიუხვე მათთვის საკუთარი ღირსების გამოხატვის საშუალება იყო. ცდილობდნენ აღარ ჰგვანებოდნენ ღარიბებს. თუ კი ამის საშუალება ჰქონდათ. მე საერთოდ ყავაში შაქარს არ ვიყრი, მაგრამ როცა მუშებთან სასაუბროდ დავდიოდი, ყოველთვის 3 კოვს შაქარს მიყრიდნენ. თითქოს მეუბნებოდნენ, საშუალება გვაქვს ყავაში შაქარი ჩავყაროთ. 1963 წელს ფრანგმა მუშებმა ტელევიზორიდან კარგი ამბავი შეიტყვეს. მათ ამცნეს, რომ მუშათა კვარტლების ადგილზე გაჩნდება კონდომინიუმები, სადაც საამქროს ოსტატები საშუალო ფენის გვერდით იცხოვრებენ. ლაჟვარდოვანი სანაპიროს კურორტებზე კი ახალგაზრდა მეტალურგები დირექტორთა ქალიშვილებთან ბუნგალოებს გაიყოფენ. ამგვარად მუშებს პირველად ამცნეს, რომ მუშათა კლასი გაქრა. თუმცა იმ პერიოდში საფრანგეთის მუშათა კლასმა თავის აპოგეას მიაღწია. ის 8 მილიონ მუშას აერთიანებდა. სოშოს პეჟოს ამ მუშათა ავტობუსებში უმრავლესობა დამხმარე მუშაა, ანუ ყველაზე ნაკლებად კვალიფიციური, ყველაზე ექსპლუატირებული მუშები. ახალგაზრდები, იმიგრანტები, ქალები. საზარბაზნე ხორცი ამ წყობის საამქროს ყველა კონვეიერისთვის. ისინი იყვნენ 1968 წლის აჯანყების მონაწილენი. მთლემარე საფრანგეთში ეს აჯანყება მოულოდნელად არ დაწყებულა. მას წინ უძღოდა სერიოზული გაფიცვების და პოლიციასთან შეტაკებების მთელი წელი. 68 წლის გაფიცვებმა ქვეყნის პარალიზება გამოიწვია. ეს იყო მუშათა გავლენის დამტკიცება, ისეთივე როგორიც 1936 წელს. განსხვავება ის იყო, რომ აგრესიული მუშები მემარჯვენე მთავრობის პირისპირ აღმოჩნდნენ. 11 ივნისს წესრიგის დამცველთა და გაფიცულთა შეტაკებას 2 მუშის სიცოცხლე შეეწირა. არსებობს მოგონებები.
ერთმა ქალმა, რომელიც მაშინ 15 წლის იყო, მიამბო, რომ მამამისის სანახავად წავიდა. მამამისი ბარიკადებზე ყოფილა სოშოში. ის ზონა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ურბანიზებული, ანუ ქალაქის საცხოვრებელ კვარტლად ქცეული და მთელი ტერიტორია ქარხნამდე საძოვრებად გამოიყენებოდა. როგორც ჩანს, ვიღაც გლეხი იქ ბალახს თიბავდა და ხეზე ცელი დატოვა. მოკლედ, წესრიგის დამცველები ბავშვებს დაედევდნენ. ერთ-ერთმა იმ ცელს ხელი წაავლო. ჩემს მოსაუბრეს კარგად ახსოვს, რომ წესრიგის დამცველი გოგონებს ცელით ხელში ისე მისდევდა, გეგონებოდა შუა საუკუნე იყო და ჭლექიანებს დევნიდა. დიახ, ასე იყო. სხვა ნაცნობი ქალებიც მყავს, რომლებიც მაშინ 15-16 წლის იყვნენ და რადგან იმ პერიოდში არაფერი მუშაობდა, სკოლების ჩათვლით, გოგონები ქარხნის შესასვლელთან მიდიოდნენ. არა, ჯერ მდინარესთან მიდიოდნენ, სათლებს ქვებით ავსებდნენ და მამებთან მიჰქონდათ. მამები კი მერე ამ ქვებს წესრიგის დამცველებს ესროდნენ. ხედავთ, როგორი შემადგენლობის იყვნენ მაშინ მებრძოლ მუშათა ჯგუფები. ასეთ საქმეში მაშინ ყველა მონაწილეობდა. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. $1970-იანი წლების ბოლოს მუშების მიერ ოკუპირებული ქარხანა საფრანგეთში. ეს იყო მუშათა დაუმორჩილებლობის დრო. მათ უარი თქვეს ქარხნის შეზღუდვებზე, მეპატრონეთა თუ პროფკავშირების იერარქიაზე. ბეზანსონში ლიპის ქარხანაში, სადაც კონფლიქტი რამდენიმე წელი გრძელდებოდა, მუშებმა თვით მმართველობა გაიხსენეს და დანადგარები თავად აამუშავეს. შემდეგ კი ალაპარაკდნენ. ჩემს სექტორში სულ კაცები მუშაობენ. მარტო კაცები. ცოტა ხნის წინ მოვიდა ერთი ქალი თანამშრომელი. დანარჩენები ყოველთვის კაცები იყვნენ. მექანიზმების შემკეთებლები. ახალგაზრდა კაცები არიან და ყველა მიყვარს. ძალიან მიყვარს. მათ შორის ერთი ჩვენი უფროსი იყო. მართალია, ხელმძღვანელ კადრებს ვერ ვიდან. მათ მიმართ ყოველთვის მტრული განწყობა მქონდა, მაგრამ ჩვენ შორის რაღაც ისეთი გაჩნდა. ურთიერთობა იქამდე მივიდა, რომ ბოლოს შემიყვარდა. ახლაც ძალიან მიყვარს. მაგრამ კონფლიქტის დროს ხელმძღვანელი კადრია და ძულს, რადგან არ იბრძვის. ზის თავისთვის მშვიდად. ხელფასი 100,000 ფრანკი აქვს და არის არხეინად. ძალიან მინდა ეს ორი ადამიანი დავაცალკევო. კაცი, რომელიც მიყვარს, რომელსაც ვიცნობ, რომელიც თავაზიანია, რომელიც კეთილგანწყობილია. მე ასეთი კაცი მიყვარს. ის, ვინც თბილად მელაპარაკება, მაგრამ მერე, როდესაც ბარიკადის მეორე მხარეს ვხედავ, უკვე ვიტყოდი, რომ მძულს. მუშათა ეს რამდენიმე წლიანი გაფიცვა გამოუგნებელი მოვლენით დასრულდა, რომელიც სოციალისტურ პოლონეთში განვითარდა. გდანსკის გემთსაშენი მუშაქალის ანა ვალენტინოვიჩის და ელექტრიკოს ლეხ ვალენსას ხელმძღვანელობით გაიფიცა და თავისუფალი დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა მოითხოვა. და ეს საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში. პროფკავშირი 10 მილიონ წევრს ითვლიდა. სახელი მისმა წამყვანმა იდეოლოგმა კაროლ მოძელევსკიმ შეურჩია, სოლიდარნოსტი, ანუ სოლიდარობა. ნამდვილი რევოლუცია იყო, ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა. თავს დელაკრუას იმ სურათის პერსონაჟებად ვგრძნობდით, რომელზეც თავისუფლებას ხალხი ბარიკადებისკენ მიჰყავს. ეს იყო ასეულობით 1000 ადამიანის სულიერი განწყობა. იმ ხალხის დიდი მასების განწყობა, რომლებმაც ყოველდღიურ კონფორმისტულ ყოფაზე უარი თქვეს, რათა საკუთარი ბედიღბლის, საკუთარი ქარხნის ამხანაგების, საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონი გამხდარიყვნენ. ახლა, როცა უკვე მოხუცი ვარ, ვაცნობიერებ, რომ რევოლუცია კარგად ან შესაძლებელია ცუდადაც დამთავრდეს. მაგრამ რევოლუციონერმა ეს არ უნდა იცოდეს.
რადგან თუ არ იცის ეს ფრთებს ასხამს. დიახ, ფრთებს. და საჭირო ძალას აძლევს, რომ ის მოითხოვოს, რისი მიღწევაც შეუძლებლად მიაჩნდა. პოლონელთათვის ეს ნაცნობი კადრებია. საბჭოთა ტანკები 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში პრაღის გაზაფხულს რეჟიმის დემოკრატიზაციის მცდელობას ანადგურებენ. პოლონელებს ორი კითხვა ჰქონდათ, როდის დადგებოდა მათი ჯერი და რომელი ტანკები გასწრესდნენ, საბჭოთა თუ პოლონური. ტანკები პოლონური იყო. 1991 წლის 13 დეკემბერს საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. სოლიდარნოსტი აკრძალეს, მისი ხელმძღვანელები დააპატიმრეს. ასობით ქარხანა გაიფიცა. მუშებმა საამქროები დაიკავეს, მაგრამ ჯარმა და ტანკებმა ქარხნების გალავნები შეანგრიეს და გამოდევნეს გაფიცული მუშები, რომლებიც იძულებული გახდნენ ბრძოლაზე ხელი აეღოთ. მერე დაიწყო მანიფესტაციები, ქუჩებში გამოსვლები, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. მანიფესტაციის თითოეული მონაწილე ცალკე ადამიანია, მათში კოლექტიური სულისკვეთება არ არის. ეს ბრბოა. როგორც კი მანიფესტაცია დამთავრდება, ბრბო დაიფანტება. მანიფესტაციის მონაწილეებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ და მომავალში ერთად აღარ იქნებიან. ეს კოლექტივი გაერთიანება არ არის. არადა გაფიცვის მოწყობა რომ შეძლო, გაერთიანება უნდა იყოს. თუ გაერთიანება არ არის, მორჩა, დამთავრდა. აღმოსავლეთის ახალგაზრდა პროფკავშირის განადგურების შემდეგ დასავლეთის პროფკავშირის ჯერი დადგა. 1984 წელს ინგლისელ მაღაროელთა ეროვნულმა პროფკავშირმა მაღაროს 20 ვერტიკალური გვირაბის დახურვის წინააღმდეგ გაფიცვა დაიწყო. პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი ამ შემთხვევას ელოდა პროფკავშირის წელში გასატეხად. ერთწლიანი დაპირისპირების, 11,000 კაცის დაპატიმრების და 20 კაცის დასჯის შემდეგ გაფიცულებს რესურსები ამოეწურათ და სამსახურში დაბრუნდნენ. ამჯერად სოციალიზმმა და ულტრალიბერალიზმმა პირველად მიაღწია სოლიდარობას, ისიც მუშათა დამოუკიდებლობის სიძულვილში. ახლა ბერლინის კედლის დანგრევაც შეიძლებოდა. პროფესიით ისტორიკოს, რამ გადაგაწყვეტინათ მუშათა კლასის თემაზე მუშაობა? ეს მამაჩემის ამბავმა განაპირობა. მამა ბრიტიშ ლეილანდში მუშაობდა იმ პერიოდში, როცა ქარხანა ტრიუმფებს უშვებდა. და სახლში რომ ბრუნდებოდა, კონვეიერთან დღის მანძილზე მომხდარ სასაცილო ამბებს გვიყვებოდა. ამდენად გრძნობდით, რომ ერთი მხრივ თავისი სამსახური უყვარდა. თანაც ნამდვილი შრომაჰოლიკი იყო. ხშირად განაკვეთს ზევით სამუშაოს იღებდა, მაგრამ მამაჩემის სამსახურებრივ ცხოვრებას მეორე მხარეც ჰქონდა და ეს მხარე უდავოდ გაუცხოება იყო. გაუცხოება, რომელსაც მანქანათმშენებელი ქარხნის კონვეიერზე მომქანცველი მუშაობა იწვევს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ იმ პერიოდის მერე ვცდილობ მამაჩემის, ასე ვთქვათ, როგორც მუშის ცხოვრების რეალურად გაგებას. ანუ ვცდილობ გავიგო, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის სამსახურს და რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ სამსახურის დაკარგვას, რადგან მამაჩემი ქარხნიდან 45 წლის ასაკში დაითხოვეს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა უმუშევარი დარჩა და ცხოვრების ბოლო წლები პატარ-პატარა დროებითი სამუშაოების ძებნაში გაატარა. ერთხანს ტაქსის მძღოლი იყო. ბოლოს კი ერთ ქარხანაში დამლაგებლად მუშაობდა. ხედავდით, რომ მამაჩემს თავის პიროვნების უარესობისკენ შეცვლის შეგრძნება ჰქონდა, დეგრადაციის შეგრძნება. ხედავდით, როგორი მოქმედა მასზე სამსახურის დაკარგვამ. დიახ, რადგან მისთვის ეს სამსახურიდან გამოშვებას ან როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე, სანაგვეზე გადაგდებას ნიშნავდა.
სანაგვეზე გადაგდება ეს საერთო ხვედრი ევროპულ მუშებს მე-20 საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ ერგოთ. საწარმოები ტოვებდნენ დიდ რეგიონებს, რომლებმაც ინდუსტრიული რევოლუცია მოგვიტანეს, ტოვებდნენ მოძველებულ ტექნოლოგიებს და უფრო იაფფასიანი მუშების საძებნელად აღმოსავლეთისკენ მიიწევდნენ. ამჟამად იმ საწარმოთა ნარჩენები ტურისტული მიზნებისთვის გამოიყენება. უცნაური სამახსოვრო ადგილებია. აი თუნდაც ეს გერმანული ფოლადსასმელი ქარხანა, რომელიც 2004 წელს დაიხურა და მუზეუმად გადაკეთდა. ეს ნაფეხურები ვიზიტორებისთვის გეზის მისანიშნებელია. და რა ბედი ეწიათ აქაურ მუშებს. ფეხსაცმელების პატარა ფაბრიკა რომანს-სურ-იზერში. ის გადარჩა, მაგრამ საამქროში ბევრი დაზგა გაჩერებულია, მუშათა სკამები ცარიელი. თუმცა ნუ შევწდებით. საფრანგეთში მუშები დღეს მოსახლეობის 1/5-ს შეადგენენ. მაგრამ ახლა უჩინარნი არიან, გაფანტულნი, დაგსაქსულნი, ფასდაკარგულნი, ან როგორც დღეს ამბობენ, უბერიზებულნი. რადგან მათი იდენტობა გაქრა. იდენტობა შეგნებად იქცა, შეგნება კი ძალად. დღეს ადამიანები საკუთარ თავს პროლეტარებს აღარ უწოდებენ. თავის თავს იმ სახელს უწოდებენ, რომელ პოსტზეც მუშაობენ ქარხანაში. ამდენად არის მეკრებეტე, მეთევზე, დამფასოებელი, გამყინავი და ფილეს დამამზადებელი. სასაკლაოზე კი არიან ღორის მეხორცეები, ძროხის მეხორცეები, დამჭრელები, მესუკე. მოკლედ, ერთსა და იმავე ქარხანაშიც კი აღარ არის ის, რაც გეუბნება, რომ ერთ საქმეში ვართო. დიდმა იტალიელმა ანთროპოლოგმა ერნესტო დე მარტინომ გვიამბო, სამოგზაუროდ კალაბრიაში მივდიოდი და მანქანაში ერთი ადგილობრივი გლეხი ჩავისვი, რომ გზის მაჩვენებელი მყოლოდაო. და როცა იმ გლეხმა გააცნობიერა, რომ თავისი სოფლის სამრეკლოს ვერ ხედავდა, პანიკაში ჩავარდაო. დღეს ჩვენთან სამრეკლო გაქრა. არ ვიცი ეს საბჭოთა კავშირის ბრალია, ჩვენი პარტიის თუ ქარხნების, მაგრამ ფაქტია, რომ სამრეკლო გაქრა. ახლა ყველანი იმ საწყალი გლეხის მდგომარეობაში ვართ. მუშებიც და არა მუშებიც. ჩემთვის ეგ მითი იყო და ახლაც მითია. ან სულ მცირე მითის ხსოვნა. მუშა? დიახ. რას გვიჩვენებს მითი? ბატონო? რას გვიჩვენებს მითი? რას გვიჩვენებს და რას და სახეს? იმ ჩაგრული ხალხის სახეს, რომელიც იმედის მატარებელია. ისეთი ცვლილებების იმედი აქვს, რომელიც ჩაგვრას გააქრობს. ასე ვთქვათ, მუშობა რევოლუციური მრწამსის პროფესიაა. მე-20 საუკუნის. ვერ გეტყვით მუშათა კლასი ისევ აღდგება თუ არა, რადგან ამჟამად გაქრობის გზაზეა. შეიძლება საბოლოო და სრული გაქრობის არა, მაგრამ გაქრობის გზაზეა. ეს კი პრობლემებს ქმნის. მისი გაქრობა პრობლემებს ქმნის. ძალიან სერიოზულ პრობლემას გვიქმნის ჩვენ ადამიანებს. თან ყველგან. რადგან ავტომატიზებული სამყარო პრობლემებს ქმნის. გლობალიზაცია პრობლემებს ქმნის. სერიოზულ პრობლემებს. მეც ვერაფერს გეტყვით, რადგან წინასწარმეტყველი არ ვარ და არც მინდა რომ ვიყო. გახმოვანებულია საქართველოს პირველი არხის მიერ. ახმოვანებდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ნინო გიგაჩეიშვილი, დავით ველიჯანაშვილი.